გადმომზადებულ ანგარიში რამდენიმე რთული მონაკვეთიც არის დასახელებული. პრობლემას ადასტურებენ საკრებულოშიც დეპუტატების ერთი ნაწილი სამუშაო კომისიის შექმნას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნას მერიიდანაც ეხმაურებიან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზაჯვარედინი თბილისში. ორი ნაკადია 4 მიმართულებით, პლუს ქვეითის მწვანე ემატება, როგორც ხედავთ. და ყველასთვის მწვანე არის ჩართული. პრაქტიკულად არის ავარიული სიტუაცია ნებისმიერ წუთს. ყაზბეგის გამზირის ეს მონაკვეთი ის ადგილია, რომელიც ეგრეთ წოდებული პრობლემური შავი ხვრელების სიაში მოხვდა. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დედაქალაქის მასშტაბით 30-მდე პრობლემური მონაკვეთი მოხვდა, სადაც საგზაო ნიშნები არასწორადაა დამონტაჟებული და ხშირ შემთხვევაში საავარიო სიტუაციებს ქმნის. არასამთავრობო ორგანიზაცია შეცდომის გამოსწორებას ითხოვს. საგზაო ნიშნებიც და მონიშნებიც, ოდესაც ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ეს ყველამ ვიცით, უნდა სწორდებოდეს, რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ ძღოლის სიცოცხლე და ქვეითის სიცოცხლე არ დადგეს საფრთხის ქვეშ. ჩვენ ვერ ხედავთ ესეთი ტიპის ღონისძიებებს დედაქალაქში. ბევრი ნიშანი დგას არასწორად. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბევრი მძღოლი არ იცნობს საგზაო ნიშანს და მისთვის უწყვა საგზაო ნიშანი და აი ამ ორი მიზეზის გამო მივდივართ უკვე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევამდე. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ბრალდებებს დღეს დედაქალაქის მერიაში უპასუხეს. დავით ნარმანიას თქმით, გზის ნიშნების მიმართულებით სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომელიც შესაბამისი მიმართვის შემდეგ პრობლემურ უბნებს იკვლევს. ცალკეულ შუქნიშნებთან დაკავშირებით ან საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით რაიმე ასე ვთქვათ პრობლემა არსებობს, ჩვენ თბილისის მერიაში გვაქვს შესაბამისი ჯგუფი, ძალიან კარგად თანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან და შესაბამისად ხდება რეაგირება. დედაქალაქის საკრებულოში სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით იმუშავებს. ეს საკრებულოს უმცირესობის პოზიციაა. შალვა ობგაიძის შეფასებით, სატრანსპორტო მონაკვეთებზე ეგრეთ წოდებული შავი ხვრელების აღმოფხვრის საქმეში მოსახლეობაც აქტიურად უნდა ჩაერთოს. შეუძლებელია მიზნის მიღწევა, რასაც ჩვენი დედაქალაქის გზების უსაფრთხო გზებად გადაქცევა ქვია პარტნიორობის გარეშე. არ შეიძლება რომ მოსახლეობა თავისთვის რაღაცას ცდილობდეს, ან არ ცდილობდეს, ან რაღაც გეგმები ქონდეს ხელისუფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2015 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10,000-ზე მეტი დაშავდა. სპეციალისტების შეფასებით სხვა მიზეზებთან ერთად ავარიების მიზეზი ხშირ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული შავი ხვრელებიცაა. უვადო პატიმრობა მისჯილი მაგდა პაპიძე განაჩენს ასაჩივრებს ადვოკატი მარიკა ფხალაძე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ოდენობის შეფარდებას მოითხოვს. ქმარშვილის მკვლელობაში